პირველი სამი ექსტრაორდინალური ჩვენების შემდეგ რომის საერთაშორისო კინოფესტივალი წელსაც შედგა. 15-დან 23 ოქტომბრამდე იტალიის დედაქალაქში უცხოელი რეჟისორები და ვარსკვლავები სხვადასხვა კინოსურათებს წარმოადგენდნენ. გარდა კლასიკური ნამუშევრებისა, პოპულარული სურათები ფესტივალზე ამჯერადაც იყო წარმოდგენილი. ორგანიზატორები თვლიან, რომ ეს კომბინაცია თანაბრად იზიდავს როგორც კინომანებს, ისე მათ, ვინც მსგავს ღონისძიებას არასდროს დასწრებია. ამ ფესტივალის კიდევ ერთი უცნაურობა მაყურებლის ჩართულობაა. ბილეთთან ერთად მათ სპეციალური ბარათი ეძლეოდათ, რითაც შეეძლოთ ამა თუ იმ ფილმის მსვლელობისას დარბაზიდან დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრება და სიმპათია. ორგანიზატორებმა საბავშვო სურათების შესაფასებლად 8-დან 13 წლამდე ბავშვებისა და 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისგან ორი კატეგორიის ჟიური შეარჩიეს. მაყურებლისა და ბავშვების ფავორიტი ფილმები ცალკე ნომინაციაში შედიან. ჟიურის თავმჯდომარე მილოშ ფორმანი გახლდათ. უკვე ცნობილია ჟიურის გადაწყვეტილება მთავარ პრიზებთან დაკავშირებით. 2009 წლის რომის კინოფესტივალზე შონ კონერის, სოფი ლორენისა და ალ პაჩინოს შემდეგ განსაკუთრებული მარკ აურელიოს სამსახიობო ჯილდო მერილ სტრიპმა მიიღო, როგორც აკადემიის ისტორიაში ყველაზე მეტი ნომინაციის მფლობელმა.